გასულ კვირას მართლაც ჩვენ დავინახეთ ყველა ქართული ბიზნესის რეალური სახე, როდესაც პირველად უახლოეს ისტორიაში ქართულ ბიზნესმა დააფიქსირა თავისი პოზიცია ქვეყნის განვითარებასთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით, ქვეყნის პოლიტიკასთან ვექტორთან დაკავშირებით. არა რომელიმე კონკრეტულ კოდექსზე, საგადასახადო კოდექსზე, არამედ ქვეყნის განვითარების ვექტორთან დაკავშირებით დააფიქსირა ბიზნესმა თავისი პოზიცია, რაც უმნიშვნელოვანესია. და ეს გარკვეულწილად რაღაც პროცესი ახალი ბიზნესის თავისუფალი ბიზნესის სახეა. რეალურად ძალიან ბევრჯერ გამიგია მე რომ ბიზნესმენებს უთქვიათ რომ ჩვენ კაცო ბიზნესში ვარ და რა თქმა უნდა მთავრობის ნაწილი უნდა ვიყოთ და მთავრობისკენ უნდა ვიყოთ. ბევრი ბიზნესმენის კი გამიგია. არა და სინამდვილეში თუ ბიზნესი ერთად დადგება, ერთიანი ბიზნესის ძალა არის ძალიან ძლიერი. და პირიქით ერთიან ბიზნესს აქვს შესაძლებლობა რომ პირიქით მთავრობას უკარნახოს თუ რამე არასწორეს აკეთებს მთავრობა. და ეს არის სწორედ ეს არის ევროპული ბიზნესი, სწორედ ეს არის ამერიკული ბიზნესი, როდესაც ბიზნესს თავისი ძალა აქვს, ბიზნესი იხდის გადასახადებს, ამ გადასახადებით ცხოვრობს მთავრობა, ამ გადასახადებით მთავრობა განკარგავს ამ გადასახადებს და რეალურად ხელფასებსაც გაცემს და პენსიებსაც გაცემს და ბიზნესს შესაბამისად აქვს შესაძლებლობა რომ ბევრად უფრო კაფიოდ დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა და დღეს ახლა მართლაც ვხედავთ ჩვენ აი ამ გადატეხის პროცესს, როდესაც ბიზნესი ერთად დგას და ბიზნესი ერთად აფიქსირებს თავის უკმაყოფილებას თუ თავის პოზიციას. და მე მგონი რომ ეს არის რაღაც ისეთი პროცესი, რომელიც შეუქცევადი პროცესია და ეს ერთჯერადად კი არ მოხდება ახლა. ჩვენ ნახავთ მომავალში აუცილებლად ბიზნესის ძალიან მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკურ არა მარტო ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ განვითარებაში და ქვეყნის ვექტორთან დაკავშირებით ბიზნესი აუცილებლად იტყვის მომავალში თავის სიტყვას. რატოა ეხლა მნიშვნელოვანი და რა არის ჩვენი ეკონომიკური პრობლემა, რომელსაც და რისკი რაღაც ხედავთ. მინდა ორიოდე სიტყვით თქვა რომ კომპანია რეფორმატიქსი, რომელიც ჩამოვაყალიბეთ 2013 წელს ჯერ კიდე ჩვენ 30 ქვეყანაში ვართ დამუშევარი. 30 ქვეყანაში ჩვენ ვართ დღესაც და ვიყავით მთავრობების კონსულტანტები სხვადასხვა რეფორმებთან დაკავშირებით, რა ვიცი, ეკონომიკურ განვითარებასთან, ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით, მათ შორის პროგნოზებთან დაკავშირებით, ეკონომიკურ განვითარებასთან და რა თქმა უნდა, შეიძლება რომ საქართველოს მთავრობასთან მას შემდეგ თქვენ საერთოდ კრიზის მენეჯმენტთან დაკავშირებითაც 30 ქვეყნის მთავრობასთან უმაღლეს დონეზე პრემიერ-მინისტრებთან და პრეზიდენტთან და გუმუშავია. არც ერთი ხელშეკრულება არ ქონია ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ბოლო ამ 14 წლის განმავლობაში, რაც არის თუ 12 წლის განმავლობაში. ჩვენ ვაკეთებთ ახლა ანალიზს და ბიზნეს მინდა შევთხოვაზო რომ მომავალ კვირას ჩვენ გავაკეთებთ ძალიან დეტალურ პრეზენტაციას მომავალი წლის ეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებით. 2025-ის პირველ კვარტალთან დაკავშირებით. თელ წელს არ ავიღებთ, 2025-ის პირველ კვარტალს ავიღებთ და წინასწარი პროგნოზები რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ძალიან სავალალო. თუ ეს პროცესი ესე გაგრძელდა და ახალი არჩევნები არ ჩაინიშნა უახლოეს მომავალში, ჩვენ რეალურად ვდგევართ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური, არ მინდა ცუდი სიტყვა თქვა რაღაც, მაგრამ კოლაფსის წინ. ამაში რას გულისხმობ? თუ ეს სამთავრობო იზოლაცია გაგრძელდა დასავლეთი პარტნიორების მიერ. თუ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ. რეალურად ჩვენ გვაქვს საშიშროება, რომ ინვესტიციებიც ჩამოვარდეს მინიმუმის მინიმუმზე. ჩვენ გვაქვს საშიშროება, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადმორიცხვები ჩამოვარდეს მინიმუმზე. ჩვენ გვაქვს საშიშროება, რომ რეალურად რემიტანსიც კი შემცირდეს საგრძნობლად, რაც გამოიწვევს იმას, რომ ჩვენ ქვეყანაში შემომავალი ვალუტა რეალურად იმდენად შემცირდება, რომ ის ვერანაირად ვერ დააბალანსებს ქვეყნის მოთხოვნას იმპორტზე და საგარეო ვალის მომსახურებაზე და პირველ რიგში ჩვენ გვექნება უდიდესი წნეხი კურსზე, ვალუტა გაიქცევა აუცილებლად, კურსი გაიქცევა აუცილებლად, გვექნება ფასების მნიშვნელოვანი ზრდა ამ ფონზე იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნულ ბანკმა საკმაოდ დიდი რეზერვები უკვე დახარჯა გასული 2 თვის განმავლობაში, საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შეგვიძლია განსაკუთრებით პირველი კვარტალის განმავლობაში. რატო პირველი კვარტალი? ყოველთვის ნებისმიერ წელს სინამდვილეში პირველი კვარტალი აქვს ხოლმე ქვეყნის ეკონომიკას ცოტა უფრო რთული, როდესაც ტურისტები და შემოსავლები არის მინიმუმზე დასული, ხოლო ენერგეტიკული გასავლები გაზის იმპორტთან და ელექტრონიკის იმპორტთან დაკავშირებით არის მაქსიმუმზე ასული. შესაბამისად იმის მაგივრად რომ ეროვნული ბანკი შეხვედრილიყო აი ამ ყველაზე კრიტიკულ პერიოდს მაქსიმალური რეზერვებით, ჩვენ გვაქვს
პირიქით სიტუაცია, პირიქით რეალობა, როდესაც მინიმალურზეა დაყვანილი ეროვნული ბანკის რეზერვები და შესაბამისად ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც პრინციპში დისბალანსი იმხელა შეიძლება გახდეს, რომ ეკონომიკურ თან რაც მთავარია, სავალუტო ფონდის პროგრამაც არ გვაქვს. რომელიც ესეთ სიტუაციებში არის ხოლმე რაღაც გარკვეული რეზერვის, გარკვეული ბუფერის როლის შემსრულებელი, ესეც არ არის და თუ ვინმეს გონია, რომ ჩინური ან რუსული ფულით ჩანაცვლდება დასავლური ინვესტიციები და დასავლური და შემოსული თანხები ამ უახლოეს პერიოდში 2-3 თვეში და 4 თვეში ძალიან მე მგონი არარეალისტური მოლოდინები გააჩნია. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში მთავარი თანხები უცხოური ვალუტის შემოდინება ხდებოდა ევროპიდან და ამერიკიდან. ეს იყო ევროპული საინვესტიციო ფონდები, ეს იყო ევროპული ინვესტიციები, რაც შემოდიოდა ქვეყანაში და ეს იყო ევროპული და ამერიკული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ევროპის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი თუ სხვა ასეთი ინსტიტუტები და ეს ფული მოაკლდება დღეს ქვეყანას. ამ ფულის ჩამნაცვლებელი ვერ იქნება ვერც ჩინური ფული და ვერც რუსული ფული. შესაბამისად, კოლაფსი გადაუვალია უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში, თუ ძალიან ქმედითი დაბიჯები არ იქნება გადადგმული და ის, რაც გიორგი შეწაიკითხე ახლა, ის მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ერთი მე დავამატო უბრალოდ, რომ როგორც ხედავთ, ეს არ არის სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არის რეალურად ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხაზგასასმელი რა. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება, რომ ოჯახებში ერთმანეთში დაპირისპირებლები არიან და ამავე. არ არის ეს. ეს არის ხალხი რეჟიმის წინააღმდეგ და რეჟიმი შემორჩენილი ყავს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც გარკვეული მისი მიმდევრები, რაღაც პარტიის შეიძლება მაღალჩინოსნები, შეიძლება რამოდენიმე ბიზნესმენი, მაგრამ როგორც კი ეს რეჟიმი ჩამოიშლება დამიჯერეთ არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე არ იქნება ლაპარაკი. ეს არის რეალურად ხალხის ერთიანი ხმა, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებს.